გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ შევ გიგა და დღეს დაგიბრუნდით ისევ ახალი რეცეპტით და ახალი რატომ არის, იმიტომ რომ ეს არის ჩემი პირადი რეცეპტი, რაღაცები შევცვალე, რაღაცები დავუმატე. დავიწყეთ მომზადებას პირველ რიგში. რას ვაკეთებ მეგობრებო, აუცილებელი არის ხილვის მომზადების დროს კარგი დანების ნაბორი, რომლითაც აუცილებლად დავკეპავთ კარგად არა მარტო ხორცს, არამედ ყველა ინგრედიენტს. შეფრილეც ადგილზე არის. ძალიან გვეხმარება, სხვადასხვა ამ ბოლო დროს. სულ გვეხმარება, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გვეხმარება. ეს არის ჩემი ახალი დანა, მეგობრებო, ბაკოლი, რომელსაც შევეცდები, რომ რამენაირად ჩავსვა ჩემთან გაყიდვებში. ეს არის ჩემი სტეიკის დანა და ასე რომ ორივე არის ძალიან ბასრი, თვითონ ბაკოლი არის ძალიან კარგი ფირმა, მეგობრებო, და ასევე სამზარეულოსთვის საუკეთესო დანა და დავიწყოთ ახლა მომზადება. ხორის ხორცი ავიღოთ. ხორის ხორცი უნდა იყოს ცხიმიანი, ასევე ორივე ხორცი უნდა იყოს აუცილებლად ცხიმიანი, რათა ხინკალი გამოვიდეს წვნიანი და გემრიელი. თუ ხორცს არ ექნება, მეგობრებო, არანაირი ცხიმი დამიჯერეთ, ხინკალი არანაირად არ იქნება გემრიელი. დავჭერით პატარა ნაწილებად და დავიწყოთ უკვე ხორცის დაკეპვა. როდესაც ხორცს ნაწილობრივ დავკეპავთ, აი ლილეს აქვს ძალიან ბასრი დანა აქვს. ძალიან გვეხმარება ლილე. როდესაც უკვე ნაწილობრივად დავკეპავთ, მეგობრებო, ხინკალს, ამის შემდეგ ვიწყებთ შემდეგ ეტაპს. ხორცის დაკეპვის შემდეგ აუცილებლად იწყება ბოსტნეულის დაკეპვაც, აი ის ბოსტნეულის დაკეპვა, რომელშიც მას უშვებით, მაგრამ არა ყველასი. რომელსაც დავკეპავ, აუცილებლად გაჩვენებთ ვიდეოში. მე თეთრი ხახვის გარდა დავუმატე წითელი ხახვი, მეგობრებო. და დამიჯერეთ ძალიან გემრიელი გამოვიდა. ასევე მომამზადე მანამდე ჩალოტიც, ხალხს გაუკვირდება, რომ რა განსხვავებაა ჩალოტს და მაგალითად თეთრ და წითელ ხახვს და ყვითელ ხახვს შორის. არის ძალიან დიდი განსხვავება, მეგობრებო. ასევე ავიღეთ ნახევარი კონა ქინძი. ქინძი კარგად გარეცხეთ, სანამ დაიწყებთ მომზადებას და ეხლა ვიწყებთ ყველა ინგრედიენტის კარგად დაკეპვას. აუცილებლად კარგად უნდა იყოს დაკეპილი. ეს არის ერთადერთი საიდუმლო ხინკლის მომზადების დროს. ეს არის, მეგობრებო, ძირა. შეგიძლიათ დავუმატოთ ძირა, შეგიძლიათ არ დავუმატოთ, მაგრამ მე ამ რეცეპტში ვუმატებ ძირას. იგივე რეცეპტი მომზადე ძირის გარეშე, ძალიან მომეწონა, მაგრამ რაღაც აკლდა. აი როგორც ხედავთ უკვე კარგად დავკეპე ხორცი, მეგობრებო. ვუმატებ 2 სუფრის კოვს მარილს. 2 სუფრის კოვს მარილს ვუმატებ ფარშში, თქვენ შეგიძლიათ მეტი დავუმატოთ, მაგრამ ჩემთვის პირადად საკმარისია, იმიტომ რომ მე შიგთავსის წყალში საკმაოდ ვუმატებ მარილს, მეგობრებო. გადავდოთ ხორცი გვერდით და აუცილებლად უნდა იყოთ ძალიან ცივი წყალი ხინკლის შითასის მომზადების დროს. 4 ცალი ან წითელი ან მწვანე წიწაკა, მეგობრებო, და ქინძის ძირები, რაც ჩვენ დასაწყისში ქინძს მოვჭერით. შავი პილპილი აუცილებელი არის ხინკლისათვის და ნიორი. ნიორი იყოს დაახლოებით 2-3 ლებანი. შეგიძლიათ მეტიც უკრათ, მაგრამ ამ რეცეპტისთვის 3 ცალი საკმარისი არის, მეგობრებო. ეხლა დავუმატებ წყალში დაახლოებით 1.5 ან 2 სუფრის კოვს მარილს და ვიწყებთ უკვე კარგად გაბლენდერებას. ნელა-ნელა უნდა გავაერთიანოთ წყალი და ხორცი. თქვენ თვითონ შეატყოთ, მეგობრებო, როდესაც მოგთხოვთ მაგალითად ხორცი წყლის დამატებას. როგორც მოგეხსენებათ, ხინკლის შიგთავსი უნდა იყოს თხევადი, მაგრამ არც ისე თხევადი, როგორაც სუპი, ან არ უნდა იყოს ძალიან შეკრული. რაც უფრო თხევადი არის, მით უფრო
წვნიანი არის ჩვენი ხინგალი, მაგრამ ისე არ გააკეთოთ, რომ მაგალითად ხინგლის მოხვევის დროს მთელი სითხე გადმოვიდეს გარეთ. წვრილად დაჭრილი ქინძი ვუმატებთ კიდევ აუცილებლად ჩვენს სითხეს. უკვე საკმარისი არის. თუ შეგიძლიათ პერიოდულად დაუმატოთ კიდევ წყალი, იმიტომ რომ ხორცი საერთოდ იწოვს სითხეს და შემდეგ კიდევ გთხოვთ მის დამატებას. წყალი უნდა იყოს გაყინული აუცილებლად. ძალიან ცივი წყალი, აი მე დამავიწყდა მეგობრებო, საყინულიდან გამოღება ჩემი წყლის და გამეყინა. შემდეგ დავუმატე ცოტა წყალი შიგნით, ჩემთვის საკმარისი იყო მაგალითად 350 მილილიტრი გააჩნია, მაგალითად ფქვილი, რამდენ წყალს მოგთხოვთ. დავუმატოთ 1/9 სუფრის კობზი მარილი ცომში და ჩემი აზრით ეს უკვე საკმარისი რაოდენობა არის. ლილი დაგვეხმარება წყლის დასხმაში და ცომის მოზელაში და რაც მთავარი არის, აუცილებლად პერიოდულად, ეტაპობრივად უნდა დავასხათ წყალი. ეხლა ერთი საიდუმლო კიდე ჩემ მეგობრებში, მეგობრებო, ჩემს რეცეპტში. ჩემ რეცეპტში მე ვუმატებ კვერცხის ცილას. აუცილებელია კვერცხის ცილა და რატომაც არის აუცილებელი, თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარი და გაგცემთ პირადად პასუხს. კვერცხიც აუცილებლად უნდა იყოს აუცილებლად ცივი და არა ოთახის ტემპერატურის, ასევე რომ როდესაც დაიწყებთ ცომის მომზადებას, როდესაც მოვა კვერცხის დამატების მომენტი, გამოიღეთ მასივრიდან დაუმატეთ. არ დატოვოთ გარეთ, იმიტომ ჩვენ გვჭირდება ცივი ინგრედიენტები, რათა ცომი გამოვიდეს აი ზუსტად ისეთი კონსისტენციის, ჩვენ როგორიც გვჭირდება. თუ ესე ეტაპობრივად მოამზადებთ ამ ცომს, რასაც მე გასწავლით ახლა და როგორაც მე გიხსნით, დამიჯერეთ, ეს არის საუკეთესო რეცეპტი. არის ისეთი რეცეპტი, მაგალითად, რომელიც მზადდება რესტორნებში, მაგალითად, საფრთხელებლის, ელექტროსაფრთხელებლის დახმარებით, მაგრამ ჩვენ იგივეს ვამზადებთ სახლის პირობებში. და დამიჯერეთ ძალიან ბევრ ხინკალს აჯობებს მისი ცომი. არომატებზე უკვე აღარ მაქვს საუბარი. თქვენ თვითონაც ძარწმუნდებით, როდესაც ამ რეცეპტს მოამზადებთ. უკვე კარგად შეიკრა ცომი და ცომი უნდა იყოს აუცილებლად მკვრივი. აუცილებლად მკვრივი და არა, მაგალითად, როგორაც ხაჭაპურს ამზადებთ, მეგობრებო. დამჭირდა დაახლოებით 15 წუთი ხინკლის კარგად გადაზერა, მაგრამ დამიჯერეთ ცომის საკმაოდ ცივი იყო და მისი სტრუქტურა არ დარღვეულა, იმიტომ ვცდილობდი, რომ ძალიან ჩქარად და სწრაფად მომზადებინა. ეს არ არის მთლიანი რაოდენობა იმ ვიდეოსი, რასაც გაჩვენებთ. გადავახვიოთ პარკში და დავასვენოთ 2-3 საათით. თუ მეტი დრო გაქვთ, შეგიძლიათ დავასვენოთ 4-5 საათით, რატომაც არა, მეგობრებო, უფრო კარგი გამოვა, იმიტომ მე დრო არ მქონდა, უბრალოდ სტუმრებს ველოდებოდი. გავიდა 3 საათი, გამოვიღეთ ცომი და ეხლა გავჭრი, მეგობრებო, ცომს და დაუკვირდი თუ როგორი არის ცომი სახლის პირობებში მომზადებული. აი ეს არის ის, რასაც გეუბნებოდით, მეგობრებო. ეს არის საუკეთესო ტექნიკა ცომის მომზადების სახლის პირობებზე. ხედავ თუ როგორი ქათქათა არის ცომი და ცომი აუცილებლად უნდა იყოს ელასტიური. ხინკლის ცომი თუ ელასტიური არ არის, მეგობრებო, დამიჯერეთ ის აუცილებლად მომზადების დროს ან გაგეხევათ მოხარშვის დროს, ან თვითონ ცომის დამუშავების დროს, ანუ
ან მოხვევის დროს, ან მაგალითად, როდესაც ვაკეთებთ როლს, ჩემი თითო ნაჭერი არის დაახლოებით 40-45 გრამი. არის მაგალითად ხალხის კატეგორია, რომლის ხინკალი არის მთლიანად 40-45 გრამი. მე ვაკეთებ დიდ ხინკლებს, ძალიან მინდა რომ დიდი ხინკლები მომემზადებინა. ხო და გავუკვირდით ახლა მეგობრებო, თავარი ახლა იწყება კიდევ. ძალიან არ მიყვარს ზედმეტი ფქვილი, როდესაც ცომს ვაბრტყელებ, ამიტომ არასოდეს არ ვუმატებ. ეხლა იმიტომ მიიგრა, როდესაც ხინკლის შიგ-თავს ვამზადებდი, რა თქმა უნდა, აქ დავკეპე და შემდეგ რომ გავასუფთავე დაფა, ასე მალე არ გამოშრება, ამიტომ ცოტა სისველე მაინც დარჩა. ეს ცომი არასოდეს არ იგრავს, თუ ოდესმე მოამზადებთ თქვენ თვითონ დარწმუნდებით და ფქვილის დამატებაც არ ჭირდება. რაც მთავარი არის ძალიან ელასტიური ცომი. შეეცადეთ პირველ რიგში, როდესაც ცომს აბრტყელებთ, შუა გული არავითარ შემთხვევაში არ გააბრტყელოთ გვერდებთან შედარებით. ტყლად დამიჯერეთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება გაგეხეთ მეგობრებო მომზადების დროს. ცოტა ოდნავ სქელი დაუტოვეთ ქვედაძირი გვერდებთან შედარებით. აი ხედავთ თუ როგორი ელასტიური არის მეგობრებო ცომი. ეს ცომი დამიჯერეთ, არასოდეს არ გაგეხებათ თუ სწორად მოამზადებთ. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. მე რაოდენობას დაგიწერთ კიდევ რამდენი ხინკალი მზადდება ამ რაოდენობის ცომში, შიგ-თავს არის ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ბევრი მომამზადე სპეციალურად. აქ ვიწყებთ ახლა ხინკლის მოხვევას, რაც ყველაზე მთავარი არის. და ხინკლის მოხვევის დროს აუცილებლად ყველა ნაოჭი ადის ზემოთ და ზემოთ, არასდროს არ ჩერდება ერთ ადგილას. აუცილებლად ზემოთ და ზემოთ მეგობრებო. ბოლოში კარგად მოუგრათ მეგობრებო, აუცილებლად თავი და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ დიდი კუჭი არ დაუტოვოთ. ეხლა ვიგაჩვენეთ თუ როგორი ფორმა აქვს სახში მომზადებულ ხინკალს. არანაირად არ განსხვავდება რესტორანში მომზადებული ხინკლისგან. აქ მთავარი არის ცომი. როდესაც ხინკალს მოახვევთ, აუცილებლად თუ რამეზე დააპირებთ დადებას, ქვემოთ მოაყარეთ ფქვილი, რომ მაგალითად არ მიიკრას. თორე შემდეგ გაგიჭირდებათ მისი აღება. რაოდენობა 1:1-ზე. იმედი მაქვს მიხვდით, რასაც გეუბნებით. მაგალითად 30 გრამი ცომი, 30 გრამი შიგ-თავსი.
აი ესე გამოიყურება სახლის პირობებში მომზადებული ხინკალი. ეს არის საუკეთესო ცომი, ასე რომ გირჩევთ მოამზადოთ. როდესაც მოამზადებთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები და კიდევ ერთი მეგობრებო, თუ ხართ დაინტერესებული სამზარეულოს ინვენტარით დაწყებული დანებიდან, დამთავრებული მაგალითად დანის სალესებზე ან ასეთ რამეებზე, შეგიძლიათ მომწეროთ პირადად, დამიწეროთ კომენტარი ან პლუსი და მაშინ მიხვდები რომ ხართ დაინტერესებული და შემდგომ შეგვიძლია გავისაუბროთ. ყველა ინვენტარზე არის ინიციალები შევ გიგაბეიქსი, ჩვენი არხის ინიციალები, ეს იქნება დანა, ეს იქნება სალესი თუ რავი, რაც თქვენ დაგჭირდებათ. არის ხელმისაწვდომ ფასებშიც, არის მაგალითად ძვირიანი ინვენტარიც, მაგრამ გააჩნია თუ რა ხარისხი აქვს მას. ასე რომ კიდევ ერთი მეგობრებო, როდესაც ხინკალი ადუღდება, ანუ წყალი ადუღდება, შეეცადეთ რომ 8-დან 10 წუთამდე გააჩეროთ შიგნით, შემდეგ ბოლოს აუცილებლად დაასხით ცივი წყალი, აუცილებლად ცივი წყალი დაასხით და ისე ამოიღეთ მეგობრებო ხინკალი წყლიდან. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს. მოამზადეთ ხინკალი ამ რეცეპტით და აუცილებლად გაგვაგებინეთ მეგობრებო, მოგეწონათ. თუ არ მოგეწონათ, რა შეიძლება დავამატოთ, რა შეიძლება კიდევ შეიცვალოს, იმიტომ რომ როგორც ხვდებით, კულინარია განვითარდა მეგობრებო და ყველაფერი მოითხოვს ცვლილებებს. ასე რომ საკმაოდ წვენი აქვს, მე როდესაც ცოტა ჩავკვიჩე მეგობრებო, წვენი გავსინჯე, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა და არის პიკანტური, არის როგორ აგიხსნათ, არის უგემრიელესი ხინკალი მეგობრებო. აუცილებლად კიდევ უნდა მოამზადო შემდეგში ამ რეცეპტით. გემრიელად მიირთვით და კარგად ბრძანდებოდეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.